წადით, თავი დამანებეთ. წადით, ყველანი გაქრით, თავი დამანებეთ. ყველანი. შენ არა. ოღონდ შენ არა ჯან. დაიძინე შვილო. დაიძინე. მიდი დაიძინე. ჯენგიზ, ვიზიარებ შენს მწუხარებას. რაღაც მოგიმზადე ცოტა შეჭამე. ძალიან ცუდად ვარ და დაასლე. რა თქმა უნდა, შვილო. ძალიან ცუდად ვარ. უნდა წავიდე. მადლობ დეიდა. ემრიალად მიირთვი. ცუდია რომ ბები აღარ არის. ის რომ ერთი კვირის მერე მომკვდარიყო. დღეს გემრიელის ადილი არ გვექნებოდა. Yemek yapmadan yaşardık ne güzel lan. ეს უკვე მეტის მეტია. Ne lan? რა სიზამ? Fani dünya. ასეთია ცხოვრება. ომერ. Sen de bir baksana. დაათვალიერე რა დევს ამ ყუთში და რისი გაყიდვა შეიძლება. არ გინდა ჯენგიზ. Kafayı çalıştır oğlum. დაფიქრდი. Kadın 150. ის 150 წლის იყო. Eşyaların hepsi. მისი ნივთები უკვე ანტიკვარია. Mümtaz amca. იქნებ ძია მუმთაზ დაუძახოთ დახმარებისთვის. დაბრუნდნენ. მშობლები დაბრუნდნენ. ისინი სტამბოლში არიან. 5 yıl olmuş. 5 წელია დაბრუნდნენ. Anneannem yazıyorlar. ბებიას წერილებს წერდნენ. Rıza soruyor. რეზა კითხულობს ჯენგო როგორ არისო. Cengiz'e babası bir მამამ ჯენგის საათი გამოუგზავნა, მე უარზე ვიყავი, მაგრამ ხომ იცნობ მას. verirsin. გადაეცი. Bu saat საათი. 3 yıl oldu. ეს საათი 3 წლის წინ მაჩუქა ბებიამ. Burada varmış. ისინი აქ იყვნენ. Burada. ამდენი ხანი. Etiler'deymişler. აქვე. Bir ev olacaktı bana. მათ ჩემთვის სახლი უნდა ეყიდათ. საკუთარი ოთახი უნდა მქონოდა. Almışlar evden. სახლი იყიდეს, მაგრამ უჩემოდ. Bensiz. უჩემოდ. Almışlar. სახლი იყიდეს. Ali abi. ძმაუმალი, Beni bir Etiler'e. ხო, ეთილერში გამიყვანე. 10 numara. ეს სახლია. Oo, çok iş var ya. ჯენგოსთვის აქ ბევრი საქმეა. Bir pederin yanına yer. ჯერ მამასთან გადმოვალ. Dur. მოიცადე. რა იყო? Düşündün mü ne diyeceğim? იცი რა უნდა უთხრა მამას? Yok demeyeceğim. არაფერსაც არ ვეტყვი, ისინი ჩემი მშობლები არიან. მივალ და ჩავეხუტები. რა უნდა უთხრა, 10 წელია არც ერთი არ მინახავს. Değil ya. Cengo'yu bir. ისინი ხომ ადამიანები არიან, ალბათ მოენატრა ჯენგო. ჯენგ, დაუჩქარე, ვიგვიანებთ. მოდი ჩემთან, ბატონო ჯენგ. Ömer be. ომერ.
შეუძლებელია. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს? ჩანდება. არა, თქვენ მე არ მიცნობთ. თქვენ რეზა ათაი ხართ? 5 წელია გადმოხვედით. დიახ. რამე პრობლემაა? თქვენ გადასახადები არ გადაგიხდიათ და პროცენტები დაგროვდა. ძალიან ბევრი. ჯენგიზ. ვალს გადახდა უნდა. Πού მაგრამ თქვენ სადღაც? ჯენგიზ. ჯენგიზ? სად არის ჩემი ოთახი, მამა? სად არის ჩემი ოთახი? სად არის? ის ჯენგმა დაიკავა? სკოლაში მადლობა ხომ მივიღე? სად არის ჩემი ოთახი? ახლა ჯენგია იქ? ის ჩემზე ჭკვიანია, არა? ჩემზე დამჯერი? ჩემზე ჭკვიანია? გამიშვით. მე მათ დავხოცავ. ყველას დავხოცავ. სულ გაგიჟდი? იარაღი რატომ მოიპარე? ჩვენ ხომ ყველას დაგვიჯერენ. მე დამტოვეს. მიმატოვეს და წავიდნენ. ჯერ იმბავს მოკლა. გეყოფა. ჩვენზე იფიქრე. აქ მოგვიყვანე და ახლა გინდა ჩვენს გაგვრივ ამ საქმეში, ჯენგიზ. ესე იგი მათ მხარეზე ხართ? შენ მხარეზე ვართ. ჩვენ შენი მეგობრები ვართ. როგორ შეგიძლია ასე გამოგვიყენო? შენ ვის მხარეზე ხარ? საკუთარი თავის. ჩემი თავის მხარეზე. არ შემიძლია. არ გამომდის. მე ძალიან ცუდი ვარ. ძალიან ცუდი ადამიანი ვარ იმისთვის, რომ თქვენი მეგობარი ვიყო. ძალიან ცუდი ვარ იმისთვის, რომ მათი შვილი ვიყო. დასვისამ ასეთი დავიბადე. არავის უყვარ ვარ, მაგრამ დაეიყოს ასე. მე შავი კატასავით ვარ, მაგრამ ნახავთ. მეც მექნება ასეთი სახლი. მალე ნახავთ. და იქ არავის არ შემოგიშვებთ. არავის. დები მაინც რა დღეში ვართ. ის არ მეყოფა, რომ ცოლ-შვილი სახლში ვერ მიმყავს. ახლა კიდევ იარაღს ვიღებ ხელში მისი გულისთვის. არ მჭირდება ხელით დავახჭობ მაგნაძირალას. არა ძმაო. ეს ამომნება მე მომანდე. ალი, სიტუაცია კონტროლე, არ მინდა პოლიცია მანამდე მოგვაგნოს სანამ აზადი აქ არის. კარგად გამოგდის აზად. ზია რომ ცოცხალი იყო შვილი ძალიან ეყვარებოდა. მართალი ხარ და თან რამდენ ზღაპარს მოუყვებოდა. ბედნიერი ხარ? მიხარი. არის ბედნიერია. ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს. გახსოვთ, ეს შენი და ტეფოს დამსახურებაა. დამიჯერე. ეზელ რაღაც უნდა მოგცე. დიდი ხანია მე მაქვს. მამის სიკვდილის შემდეგ მის კონვერტში ვიპოვე. რა არის? ეზელ, გარეთ არავინ არის, წავედით. კარგი, მანქანაში დაგელოდები.
ვიცი რომ არ დაგიჭერიათ, მაგრამ ის ხომ მოჩვენება არ არის. როგორ გაიქცა? კი, მაგრამ ილუზიონისტია? გაჩვენდით გეყოფათ? ის უკვე ორჯერ გაგექცათ. როგორ ფიქრობთ, თქვენს უფროსებს ეს მოეწონებათ? ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ ვიცი, მაგრამ თქვენს უფროსებს ველაპარაკე და როგორ ჩანს თქვენი სამხრები ნაგავში გადაიყრება. სადმე მიყრუებულ რაიონში გაგზავნიან. ეს გინდათ? მიპასუხე, გინდა? არა. კარგი. ეზელის პოვნა გინდა? გინდა გმირი პოლიციელის წოდება მიიღო. კარგად მომისმინე. მაშინ უბრალოდ იქ მოდი, სადაც მე გეტყვი. სად? ჩემთან. იმიტომ რომ ეზელი მალე აქ იქნება. საიდან იცით რომ თქვენთან მოვა? უბრალოდ ფიქრობს რომ ყველაფერი ისე დასრულდება როგორც რომანში ან კარგ ფილმშია ხოლმე. დარწმუნებულია რომ უარყოფით გმირს სინდისი შეაწუხებს. გონია რომ ის ბოლოს გონს მოეგება და სასიკვდილო შეცდომას დაუშვებს. ჟერა რომ ბოლოს და ბოლოს სამართალი იზეიმებს. დაწინაურების შანსი ხელიდან არ გაუშვა. უბრალოდ მოდი იქ სადაც გეუბნები. და თან სნაიპერები წამოიყვანე. ხვალ ცნობილი ადამიანი გახდები, მაგრამ ერთი პირობით, ერთი პატარა პირობით. გისმენთ? როგორც კი განიშნებთ ყოველგვარი შეფერხების ფიქრის, ხოყმანისა და გამოძიების გარეშე, მას პირდაპირ შუბლში ასურით ტყვიას. რატომ? რატომ, კომისარო? მან მე საყვარელი ადამიანი წამართვა. იმიტომ რომ სამართლიანობა აღდგეს. სწორედ ამიტომ. გასაგებია? მის სამართი მომესით. ჯენგიზ. გუშინდელი საუბარი არ დაგვისრულებია. რა იყო? სილის გაწვნა არ გეყო? საკმარისია. ყველას ნუ გაგვსვრია ამ ამბავში. არავინ არ არის დამნაშავე. შენ გაამზაფრე ყველაფერი. ჯანდაბამდე გზა გქონია ომერ. ყველაფერი ფეხებზე კიდია, ჯენგიზ. გახსოვს რა გითხრა მამა ჩემმა, როდესაც პირველად გნახა? გეყოფა? რა გინდა ჩემგან? გითხრა რომ მეგობრები ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ზოგს მეგობარი ზემოთ ახავს, ზოგი კი მას ფსკერისკენ ეკაჩება. მოდა წადით, რა გინდა ჩემგან? ალი მას გამაფრთხილა, რომ შენგან შორს დამეჭირა თავი. იცოდე ერთ დღესაც ძალიან გატკენს გულს. საიდან მოიტანე? ყოველთვის რაღაც უსიამოვნება შეეხვევი. ყველა გარშემო მყოფს უარყოფითად მუხტავ. ყველაფერს ხვებს აბრალებ. გონია მარტო შენ ხარ მართალი, საკუთარი თავის გარდა არავისი არ ზრუნავ. არა, ვცდები, საკუთარ თავზეც არ ფიქრობ. თუ ასეა რა გინდათ აქ? წადით, თავი დამანებეთ. პული წაიღეთ, ოღონდ მე ხელი არ მახლოთ. დაჯექი მეთქი. მამა. ინაღამ მამა მოკალი და ჩვენს გავხად დანაშაულის თანამონაწილე. ალი, ადამიანის გადაცებაზე რამდენს მოგვისჭიან? 5 წელზე ნაკლებს არა, იმ შემთხვევაში თუ ამოგვიცნობს. რას აკეთებთ? გამარჯობა. ზმოვალი. კვლელობისთვის რას მოგვისჭიან? სამუდამო პატიმრობას. ზმოვალი. ჯენგიზ, შენგან მარტო უსიამოვნებები გვაქვს. შენს გამო ჩვენ შეიძლება ციხეში მოხვედრილიყავით. არ გინდათ. ჯენგიზ, უთხარი რომ არ მომგვან. რატომ არ მირეკავდი? იმიტომ რომ რატომ? მამა, რატომ? რატომ დამტოვეთ? ყოველ დღე იმაზე ვოცნებობდი, რომ ერთ დღესაც წამიყვანდით. სკოლაში დამცინოდნენ და ობოლს მეძახდნენ. მე კი ვოცნებობდი იმაზე, რომ მალე მანქანით მომაკითხავდით და ყველას შეშურდებოდა ჩემი. შეიძლება ბავშვის დატოვება. რამე ნივთი ხომ არ იყო? გთხოვთ არ გინდათ. ჩვენ ვაპირებდით მის წამოყვანას. ჩვენი შვილი გვიყვარდა და მისი წამოყვანა გვინდოდა. დედა ძალიან განიცდიდა, სულ ტიროდა, მაგრამ შემდეგ რა?
მერე რა მოხდა? დაფეხმძიმდა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ შენ ხელახლა მოგვევლინე. ბევრი ფული გქონდა. შვილი გავაჩინეთ, ბიჭი გვეყოლა. კივილი, რომელსაც განვიცდით, მალე გაქრა. და რომ არ დაბადებულიყო, მომაკითხავდით? აბა, რისთვის დაბრუნდით? სახლში რატომ დაბრუნდით? Çünkü kolay geldi. ასე უფრო ადვილი იყო. Çünkü o gece იმიტომ რომ შენ არ გინდოდა იმ რაიონში დაბრუნება. Çünkü sınıf atlamış. იმიტომ რომ შენი ზრუნე იმაზე რომ სტატუსი აგემაღლებინა. Öbür hayatına aitti. Şimdi yeni შვილი ხომ წინა ცხოვრებაში დატოვე. ის ისევ არსებობს. რა გეგონათ, თუ არ მიაკითხავდით ვერავინ გაიგებდა რომ თქვენ ადრე პატარა სახლში ცხოვრობდით? სიმართლე თქვი. Doğruyu söyle. თქვი სიმართლე. Utandınız değil mi? გწვენი არა? Cengiz'den değil. გწვენია, ჯენგიზის გამო კი არა, საკუთარი თავის გამო გწვენია. მამა. უთხარი რომ არ მესროლა. ნაბადია შვილო. მამა. 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 ჯენგიზ. İşe yaramaz adamın tekisi. შენ რა თქმა უნდა საშინელი ვინმე ხარ, მაგრამ სირცხვილით მათ უნდა რწმენოდეთ და არა შენ. შენ არაფერში არ ხარ დამნაშავე. Yok mu? მართლა? Yok tabii. რა თქმა უნდა. Nereden biliyorsun? და იცი რატომ? Nereden? რატომ? Bizim gibi arkadaşlar. იმიტომ რომ შენ ისეთი მეგობრები გყავს როგორებიც ჩვენ ვართ. Ben bunları yapacak. ჩვენ დანაშაულს ვერასოდეს ჩავიდენთ, მაგრამ შენი გულისთვის ესეც გავაკეთეთ, ჯენგიზ. ხელში იარაღს არასდროს ავიღებდი, მაგრამ ჩვენ ადამიანი მოვიტაცეთ. მერე? მორჩა? არ მოკლავთ ამ ნაძირალას. არა. Ragazzinevs. Goniya მართლა მკვლელი ვარ? გეგონა კაცს მოკლავდი? Adam mı vurdum lan hayatımda? Bu aileyi sallacak. როგორც უნდათ ისე იცხოვრონ. Senin gerçekten. დაივიწყე ჯენგიზ. ჩვენ ვართ შენი ნამდვილი ოჯახი. Cidden ailem misin? მართლა ჩემი ოჯახი ხართ? En güzeli თქვენ ყველაზე კარგები ხართ. suç ortağı mısınız? ახლა ჩვენ თანამონაწილეები ვართ. Yürü kanka. წავიდე ძმაო. Oğlum kriz atlattı. თუ დამშვიდი ერთი რაღაც მინდა კითხო. გოგოსთან დაკავშირებით? ხო. Dün pazarda bir kız. გუშინ ბაზარში ერთი გოგო გავიცანი, ის შენი ქვია, ძალიან ლამაზია. Sor bakalım. კითხე, მეგობარს კითხე რჩევა. Bana niye danışıyorsun? მე რატომ არ მეკითხებით? Kızı dövdürtmek istedim. როდესაც ომერს იმ გოგოს ცემა მოუნდება, მაშინ კითხავთ ალი. მე თქვენი გულისთვის რამდენს ვაკეთებ და ასე მიხდით სამაგიეროს. რა გაცინებს? თუ დაგიჭირე, ცოცხალი ვერ გადამირჩები. აბა შენ მითხარი, ვინ გოგონა გაიცანი? არავინ ალი. Bu mudur? ასე.
აი ესე. დღეს აქ ერთ-ერთი ჩვენგანი მოკვდება არა? ან შენ? ან მე? თავის დროზე ზიამ ერთი რაღაც მასწავლა. სულ მეუბნებოდა შვილო, ყოველთვის არსებობს მესამე ვარიანტიო. ზია შენთვის გაენისა და აბელის ამბავი არ მოუყოლია? პირველი მკვლელობა, შურის გამო. ჩვენი ამბავიც ასე დასრულდება? ძმათა სისხლის ვრით? შენ ჩემი ძმა არ ახარ. რატომ? რატომ? შენ არ მითხარი მაშინ სანაპიროზე, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ? აღარ გახსოვს? ყოველთვის მახსოვდა ჯენგიზ. და სწორედ ეს გახდა ჩემი ყველაზე დიდი სასჯელი. ამიტომაც რამდენჯერაც გზაზე გადამეღობე, იმდენჯერ გაგიშვე. ამიტომაც არ დაგახჩვე. როგორც იქნა მიხვდი ძმაო. ბოლოს და ბოლოს გაიგე. რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ მაინც მებად ვრჩებით. ასე იყო თავიდანვე. პირველივე დღიდან შენს ოჯახში მიმიღე, მაგრამ დღეს შენ მოკვდები. ძმაო. სად ხართ? სად ხართ, იდიოტებო? რა გააკეთე? რა მოიფიქრე? მესამე ვარიანტი გამოვიყენე ძმაო. მეგობარო. ჩემი ყოფილი ქმარი. ჯენგიზ ათაი და მესხა თავს. ის ჩემთან სახლში მოვიდა და ჩემი მოკვლას სცადა. მანამდე კი გამაუპატიურა. თავიდან მე მუქრებოდა. შემდეგ კი დაბრუნდა. ხელთათ მანი ჩაიცვა. ეზელის დანა აიღო და მუცელში გამეყარა. ეს ეზელს არ ჩაუდენია. ეს ჯენგიზი იყო. შენ ციხე გელის. პოლიციას ისიც უთხარი, რომ გაფრენას აპირებდი. ისინი აეროპორტში გელოდებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქ არავინ მოვა, ჯენგიზ. ჩვენ მარტონი დავრჩით. შენ გაგასამართლებენ. შენ. მე ჯანს წავიყვან. არ გამოგივა. მე ეიშანს წავიყვან. არ გაგატან. ხოლო ჩემი სიკვდილის შემდეგ. მე კი გავაგზავნებ ცხოვრებას იქიდან, სადაც გავჩერდი. არ გამოგივა. სანამ ცოცხალი ვარ, შენ არაფერი არ გამოგივა. შენ აღარ არსებობ, ჯენგო. არც კი გაგიხსენებ. შენ ეიშანი კი არა. ჯენგიზი მოკალე. დღეიდან ჩვენ ისე კი არ ვიცხოვრებთ, თითქოს შენ არ ხარ. ვიცხოვრებთ ისე, თითქოს არც არასოდეს არსებობდი. არა. არა. მე ვარსებობ. მე. ორი ვარიანტი გაქვს. ან ციხე, ან სიკვდილი. შეგიძლია აირჩიო. არა. გითხარით არა, მეთქი არა. არა. მოკლა. იცოდე მოკლა. გეფიცები ხელს გავუჭრი. მიდი.
Hangisi Cengiz? აირჩიე ჯენგიზ. Hapishane. ციხე თუ სიკვდილი? Olmaz lan olmaz. არა. Ali. შენ მოღალატე ხარ. Hani suç ortağın? შენ ხომ ჩემი თანამოაზრე იყავი? Bir şey yap. გააკეთე რამე. მოდით. ორივე მომიახლოვდით. ერთხელ მე უკვე მოკკალი. მეორედაც მოკკლავ. მეორედაც. Senin öldürdüğün ის დრო დიდი ხანია გავიდა ჯენგიზ. benim öldürdüğüm. ახლა ის დრო დადგა, როდესაც მე მოკკლავ Tabii ჯენგიზ. hapsi seçmezsen. ციხეს აირჩევ? Korkma. ნუ გეშინია. Seçtim მითხარი რომ ციხეში გირჩევნია და ხელს არ გახლებ. აბა სადე? რა სიზამ? ისე მახლავ ხელს როგორც მე იშან შევეხე? ნაძირალა. როგორ გაბედე და ხელი შეეხე? როგორ გაბედე მისთვის დაგერწყა? როგორ გაბედე? როგორ? შენ მეცხოვრება წამართვი. არა რაობა ხარ. ნომერ. არ მომეკარო. ნაძირალა. არა კაცო. როგორ გაბედე? აქ მოდი, ჯერ არ დამიმთავრებია. თვალები გაახილე. გაახილე, არ დამიმთავრებია. გაახილე. ომერ. თავი დაანებე. ნება მომესი მე დავასრულო. ომერ გაჩერდი ომერ. ეიშანი ცოცხალია. ცოცხალია, ჩემი ტეფოკი მოკვდა. მომეცი უფლება მე დავასრულო ომერ. ახლა თუ მოკლავ ეს მისთვის საჩუქარი იქნება და არა სასჯელი, გესმის ომერ? გამიშვი. მე მოკლა. შენ წადი და უკან აღარ მოიხედო. მე უარესად დავშე. უარეს დღეში ჩავაგდებ. შენ ეიშანთან წადი. წადი. Ezel. Ömer. Yardım edin. Nişvelet. Ali. Benim lan. Eskom me var. Benim Cengiz. Me var Cengiz'i. Kayıyorum. Var debi. Ömer. Benim oğlum. Ömer eskom me var. Bırakma beni. Ak mimatove. Bırakma. Şen xomar datove. Zmas. Sen bırakmasın Ömer. kardeşini. Amomiqwane. Ömer. Txovt. Txovt amomiqwanet. Ise როგორც ადრე. Ömer. Çekin beni en başa dönelim. Txovt. Ömer, ძმაო, მიშველე და ძველებურად ვისხოვრებთ. მიდი, ამომიყვანე ძმაო. Ömer.
რატომ? რისთვის? ეს ჩვენი სასჯელი იყო. ყველა მე, ალი, იშანი, ჯანი მზად ვიყავით შეგვეყვარებინა. სურვილის შემთხვევაში შენ შეგეძლო ეს ყველაფერი შეგეჩერებინა. რომ მოგენდომებინა არაფერი არ მოხდებოდა და იშანიც ახლა. წადი ჯენგიზ და აღარასოდეს დაბრუნდე. მაგრამ არ დაგავიწყდეს. ნაძირალა, რომ შენ თან მიყავს ჩემი საუკეთესო მეგობარი. ჯანი უნდა ვიპოვოთ. ის სადმე აქ იქნება ახლოს მანქანაში. ჯენგიზი ჯანს არ მიატოვებდა. ჯანს ვიპოვით, იშანს საიყვან და ყველაფერს დაივიწყებ. შენ მალე წახვალ აქედან. აი, ისიც, ომერ. აი, ისიც. მოდი, ომერ. შენი შვილი აქ არის, ანგელოზი ვიცინავს. ომერ, ძმაო, მესმის. ძალიან ცოტა თუ შეძლებს იმის გადატანას, რაც შენ გადაიტანე, მაგრამ ყველაფერი წარსულს შეაბარდა. აი, ბედნიერი დასასრულიც. აი, ისიც. შენ დაიბრუნე შენი ოჯახი. ყოველწელს დაბადების დღეზე. ერთი საჩუქარი აჩუქეთ ჩემოდნიდან. რომელი ჩემოდნიდან? რომელსაც ელინი აზადს მოუდავს. ალი, ვიღაც ქალი იყო მოსული. რაღაც ჩემოდანი მოიტანა. ჩემოდანში რაღაც საჩუქრებია. გილოცავთ 15 წლის იუბილეს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, ძია ეზელი. თვრამეტი წლის რომ გახდება, მას მანქანის გასაღები ელის. ის მანქანა გარაჟში დგას. კარგად დასავლეთ არება. ისე არა, როგორც შენ დადიხარ. ეზელ, ამის უფლებას არ მოგცემ, შენ რა გაგიჟდი? ყოველწელს თითო საჩუქარი. ყველას ძია ეზელი აწერია. 20 წლის იუბილესთვის მას პატარა სახლი ვუყიდე. კარზე კი აწერია ჩემ შვილს. სანამ 20 წლის არ გახდება, არაფერი არ უთხრათ. არ უთხრა, რომ მამამისი ვარ. მერე აზადი წაუკითხავს ყველაფერს. რა საუკითხავს? მამის უჯრაში ვნახე ეს კონვერტი. რა არის? ეზელ, გარეთ არავინ არ არის, წავედით. კარგი, მანქანაში დაგელოდები. შვილო, გავადრო და შეიძლება არავინ იყოს ისეთი, რომ ეს ყველაფერი მოუყვე. ამიტომ მე მაინც შავიწერე. რაც არ უნდა მძიმე და მტკივნეული იყოს, ეს სიმართლეა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა დაიმსახურა, რომ ეს სიმართლე იცოდეს. კონვერტიც გავხსენი. ყურადღებით მიმოიხედეთ. მიხვდით ვინ ვარ? მინიშნებას მოგცემთ. ერთ ამბავს მოგიყვებით. ეს არის ომერ უჩარისა და მისი სამი მეგობრის ამბავი. ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. ეს შენი ისტორიაა. ზიამ ისევ ერთი ნაბიჯით დაგვასრო. იცი, როდესაც ყველაფერი დასრულდება, იქნებ ჯანს წაუკითხო. მომისმენი აზად. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, ზოგჯერ მოდი ხოლმე ჩვენთან და შენ წაუკითხე ჯანს. ყოველ დღე ცოტ-ცოტა. ასე ის სიმართლეს გაიგებს. მე მგონი ძია ამას გულისხმობდა. მე მგონი ასე.
შენ ხომ სულ მასთან ერთად იქნები ძმაუალე? აი თურმე როგორ უნდა გამოისყიდო შენი დანაშაული, მოიხადო ვალი. შენ მე კი არა, ჩემი შვილი უნდა დაიცვა. რატომ? რატომ ეზელ? რა მოხდა? თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ეიშანი. ცუდად არის, ვერ გადარჩება. ასეა. გადარჩება? არა. ჩვენ ყველაფერი ვიყონეთ. არა. დაზიანება ძალიან დიდია. სისხლდენას ვერ ვაჩერებ. ორგანოები არ მუშაობს. არა, ექიმო, არა. ეს არ უნდა მოხდეს. მითხარი, რომ ეს არ არის მართალი. ძალიან წუხარ. ვინ გაიძულებს ამის თქმას? კენანი? ჯენგიზი? ვინ დგას ამის უკან? მაწყვება რა? ეს ყველაფერი დაგეგმეთ, რომ მე გამანადგუროთ. აი აქ ვარ. შემიძლია დავიჩოქო. ოღონდ ნუ მაწამებთ. კარგი მეწავაგე. ოღონდ მაგას ნუ მეტყვი. ნუ მეუბნები ამას ექიმო. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვით. ოღონდ მითხარით, რომ ეს ტყუილია. მითხარით, რომ ტყუილია. არ შემიძლია. ეს ტყუილი არ არის, ეს ბედისწერაა. არა. არა, ეს ბედი არ არის. მე ერთხელ უკვე მოვკვდი ექიმო. მე მკლავდნენ, მაგრამ მე გავიმარჯვე ბედისწერაზე. ეიშანიც გაიმარჯვებს, ის მებრძოლია, გადარჩება. აი ნახავთ, გაიმარჯვებს. ის გაიმარჯვებს, გადარჩება. არა, ვერ გადარჩება. ჩვენ უბრალოდ გავკერეთ ჭრილობა. ორგანოები არ მუშაობს. არაფერი აღარ გამოვა. ძალიან წუხარ. მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია. არა. არა. ეიშან? მოკვდება? რამდენ ხანში? თუ ორგანიზმი გაუძლებს 10 საათს იცოცხლებს. 10 საათი. როდის გაიღვიძებს? 2 საათში, მაგრამ ამ მდგომარეობაში მისი გაღვიძება თუ გაიღვიძებს ტკივილს იგრძნობს? მორფინი გაუკეთეთ, ვერაფერს ვერ იგრძნობს. გააღვიძეთ. გონზე იქნება? პოლიციას უთხარით, რომ გონზე მოვიდა. მოემზ გასაგებია? ახლა კი როგორ მე გამიყვანეთ აქედან? ორი საათი დარჩა. რას აპირებ? დაგემშვიდობები და ეიშანთან წავა. ეიშანის იანდა გიდეჭი. შენ. არა. თავიდანვე ეს გინდოდა არა? გინდოდა მოგეკლა ჯენგიზი და ყველას გამომშვიდობებოდი არა? არასოდეს მეთქვამ შენთვის მადლობა ტეფიკის გამო, რომ ტეფო ყველაზე ბედნიერ კაცად აქცია მსოფლიოში. მართლა? ეზელ? არ დამავიწყდეს. ეს შენია. რა არის? გამოსამშვიდობებელი საჩუქარი.
ეს ბარის გასაღებია? დაუჯერებელია. ეს ჩემია? გამოსამშვიდობებელი საჩუქარი? შვიდობით შებო. შენთან ერთი სათხოვარი მაქვს. უფრო სერიოზული. რა არის? ეს ყველაფერი რომ არა, ჩვენ ერთად წავიდოდით ამ ადგილას. ჩვენ სულ სხვა ცხოვრება გვექნებოდა. ერთად ვიცხოვრებდით და შვილები გვეყოლებოდა. მალე პოლიცია მოვა, ახლა რატომ მეუბნები ამას? წარმოიდგინე რომ ჩვენ აქ ჩავედით. უბრალოდ წარმოიდგინე. შეგიძლია? წარმოიდგინე? გინდა რომ წარმოვიდგინო? ხო. თუ ვინმე მოიფიქრებს ჩემთვის სახალ ცხოვრებას, ეს შენ იქნები. შეძლებ? არ მესმის ეს რა საჭიროა? რატომ ეს? რისთვის? ყოველთვიან ბარათებიდან ერთი დედა ჩემს გაუგზავნე ხოლმე, ისე თითქოს ეს მე ვარ. ბარათების სხვადასხვა ლამაზი ადგილიდან. არა. ყველა გაიგებს სიმართლეს ეზო. შენ ციხეში არ ჩაჯდები, ეს არ მოხდება. ერთი-ორი სიტყვა მიწერე. არ ვიცი, რამე მოიფიქრე მისერე, რომ აქ გემრიელად ამზადებენ. რომ მეგობრები მყავს. რომ სამსახური დავიწყე. მისერე, მე ბედნიერი ვარ, დედა. რამე დაწერე. ეზელ, შენ თვითონ ნახავ ამ ადგილებს. ხომ უცნებობდი ყველაფრის შეცვლაზე. ეიშანთან ერთად წახვალ, როცა ის კარგად გახდება. ხომ გახდება კარგად? კარგად იქნება? ეიშანი კვდება, ბადე. ო, მაგრამ შენ შენ კი მეუბნებოდი, რომ ეიშანთან ერთად ბედნიერი დასასრული მექნებოდა. შენ მართალი იყავი. რას გულისხმობ? რას ამბობ? გამომართვი, ამას არ გავაკეთებ. ეზა, სისულელეს ნუ ამბობ. შენ ხომ ამას არ გააკეთებ? გამომართვი ეზა. ბადე. არ გავაკეთებ. ბადე მომისმინე, გთხოვ, მომისმინე, ბადე. მე ბევრი დრო არ მაქვს. პოლიცია მეცებს. შენ ჩემი ერთადერთი იმედი ხარ. ძალიან მინდოდა შენთვის სხვა ცხოვრება მეჩუქებინა, მაგრამ არ გამოვიდა, არაფერი არ გამოვიდა. ახლა კი იმ ცხოვრებას გჩუქნი, რომელიც არ მქონია. და არასოდეს მექნება. მოიფიქრებ ამას ჩემ მაგივრად. ეზა. მოიფიქრებ? ეს ჩემი უკანასკნელი თხოვნა. მოვიფიქრებ. მოვიფიქრებ ეზა. როდესაც ყველაფერი დასრულდება და ბედნიერი დღეები დადგება, ამ დროს ერთად მოვიგონებთ, არა მამა? დავივიწყოთ ყველაფერი ცუდი და ერთმანეთი ასეთები დავიმახსოვროთ, კარგი? დედა ჩემ გვერდზეა და მამაც. მამამ გაპატია შვილო. გაპატია. დედა. მეც გაპატია შვილო. შენც მაპატია ყველაფერი. ყველაფერი კარგად იქნება. ხოლო ჩვენთან დამშვიდობებაღა დამრჩა ძმაუალი. არა. ჩვენ ამდენი გამოვიარეთ ერთად. გაგიჟდე, ასე არ გამოვა. შენ რისი იმედი გქონდა ძმაო? არა. ჯანი. ჯანს რას უპირებ? ის როგორ იქნება? გონია მაგაზე არ მიფიქრია? ალი.
გინდა რომ ჯანი იმ კაცთან ერთად იზრდებოდეს, რომელიც ხალხს ხოცავს, ისეთ კაცთან ერთად ცხოვრობდეს, რომელმაც საკუთარი თავი დიდი ხანია დაკარგა. კაცი, რომელიც სულ ტანჯვაში იქნება და რომელიც ვერასოდეს აჩუქებს მას ნამდვილ ოჯახს. მითხარი, თუ ჯობია შენთან იცხოვროს, ის დაბადებიდან გიცნობს უყვარხარ, შენ შეგიძლია მას ოჯახი აჩუქო? მიპასუხე ალი. მე შემიძლია მას ნორმალური ცხოვრება მივცე. ჯობია რომ ეს ჩემთან ერთად მოკლან სადმე? თუ ჯობია რომ მან შენთან ერთად ნორმალურად იცხოვროს? არ გამოვა, გითხარი არა მეთქი. შენ რამდენი რამ გადაიტანე, ჩვენ დაგვიბრუნე. ციხიდან გამოხვედი, ახლა არ შეიძლება ხელის შაქნება, ეს შენ საქციელს არ გავს, მეგობარო. არც ვაპირებ ხელის შაქნებას. რამოდენიმე თვე მოიცადე და ყველაფერი მოგვარდება. არ მოგვარდება. მე ვიცი, რას ნიშნავს სიყვარულის დაკარგვა, ომერ. ვიცი რა გრძნობაა ეს. ბაჰარის სიკვდილის შემდეგ მე რამდენჯერ მევცადე თავის მოკლა. ალი ძმაო. ყველაფერი გაივლის ძმაო, რა თქმა უნდა, სულ არა, მაგრამ ტკივილი გადის. ცხოვრება გრძელდება. ვიღაც ახალი ჩნდება. მეტყვი რომ არა. ვერ დაგეთანხმები. გონია რომ ვეღარასოდეს შეიყვარებ, მაგრამ ისევ გიყვარდება. გონია ვიტყუები. ეს სიმართლეა ძმაო. შენ ხომ მიცნობ, ომერ. ძმაო ალი, გეყოფა. გეყოფა ძმაო. უბრალოდ და მე მშვიდობე. აღარაფერი თქვა. ხელი მომეცი. მერე კი გამიშვი. არა, ომერ, არ გაგიშვებ, არ გაგიშვებ. ძმაო ალი. იმ დღეს, როცა ჩემთან პოლიცია შემოვარდა, მე მაშინ მოვკვდი. ეს ცხოვრება კი სხვისია, მოპარულია. ვეცადე მეცხოვრა, მაგრამ არ გამოვიდა. ვერაფრით ვერ შევეგუე, არ მითხრა რომ ამას ვერ ხედავ. არა, ვერაფერს ვერ ხედავ, ვერ ვამჩნევ, ვერ გაგიშვებ, ომერ. შენ უკვე გამიშვი. იმ დღეს გამიშვი. მაგრამ მოგვიანებით ხომ გიპოვე? მე შენ გიპოვე? არა, ალი. ჩვენ გვეგონა რომ მეორე შანსი არსებობდა, მაგრამ შევცდით. ეზელი მეორე შანსი არ ყოფილა, ის უბედური აჩრდილი იყო, ალი. არა. ომერი დაბრუნდა, ომერმა მე მაპატია. და მე მას არსად აღარ გაუშვებ, არასოდეს, ომერ. არ მიგატოვებ. ალი. მე იმიტომ არ დავბრუნებულ ვარ, რომ დარჩენილიყავი. ალი. ძმაო, ემიტომ დავბრუნდი, რომ ჯენგიზი დამესაჯა და შენთვის მეპატიებინა. გაჩუმდი, არ გინდა გთხოვ. მე ეიშანის დასაყვანად დავბრუნდი. არ გინდა, ომერ, გთხოვ, არ გინდა, ეს არ გააკეთო, გთხოვ. ალი ძმაო, გთხოვ გამიშვი. როგორც ჩანს, ეს არის ჩვენი ბედნიერი დასასრული. სიკვდილი ბედნიერი დასასრულია? ეს როგორ შეიძლება, მიპასუხე? ვინ გითხრა რომ მოკვდები? აი ნახავ, ერთ დღესაც მე დავბრუნდები. არ დაბრუნდები. შენ თავს მოიკლავ. შეიძლება დავბრუნდა კიდეც. ძმაო. ჩემს ახლობლებს მიხედა. ომერ. ტეფო მომიკითხე. უთხარი კარგად მოგხედოს. ომერ. ეკემს ელაპარაკე.
ესე იგი ელაპარაკე. შეეგუე. უნდა შეეგუო. რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. ერთი რაღაც მინდა გთხოვო. არ დაუშვა, რომ ისევ საოპერაციო მაგიდაზე მოხვდე. გთხოვ. მინდა ბოლო წუთები შენთან ერთად გავატარო. გთხოვ. მინდა შენს ხელებში მოვკვდო. მინდა თვალებში გიყურო. მინდა რომ ბოლო ვისაც დავინახავ ეს შენ იყო. Ömer. უშენო დარსად არ წავა. ერთი რაღაც მინდა გითხრათ. ყველა შეუძლია მოკლას საყვარელი ადამიანი. ვიღაც ამას ერთი გამოხედვით აკეთებს. ვიღაც ტკბილი სიტყვებით. ლაჩრები კოცნით, მამაცები გულში מחვილის დარტყმით. ზოგი საყვარელ ადამიანს ადრე კლავს, ზოგი კი სიბერეში, ზოგი ნაზად ახრჩობს, ზოგი კი სიმწრით ურტყამს. გულმოწყალეები დანით ჭრიან, იმიტომ რომ ეს ყველაზე სწრაფი სიკვდილია. ვიღაც ნაკლებად უყვართ, ვიღაც ძალიან ძლიერად. ვიღაცას გაყიდიან, ვიღაცას კი იყიდიან. ზოგი ამ ყველაფრის გამო ცხარეცნებლებს დაღვრის. ზოგი კი თვალსაც არ დაახამხამებს, ისე დაგღუპავს. გულელობის ჩადენა ყველა შეუძლია, ვისაც უყვარს. Ömer. მივემგზავრებით? სად მივდივართ? საყვარელი, სადაც შენ გინდა? მინდა სიტყვა იყოს. ისე როგორც ჩვენი გაცნობის დღეს. ის ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დღეს.
დღეს არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე. როგორც კი ჩავალთ, ჯანიც ჩვენთან ჩამოვიდეს. ჯანიც ჩამოვიდეს, კარგი? მას უკვე უთხარი. ცოტა ხანს დავისვენებთ და ჯანიც ჩამოვა. კარგი. არ გინდა ეიშა. ახლა ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. არიტიო. მოდი ჩემთ. ბაჰარი. ბაჰარის ნახვა მინდა. ბაჰარი გველოდება. მართლა გველოდება? ო. ძალიან მომენატრა. არიტიო. ეიშა, შემომხედე. შემომხედე. ხედავ მე აქვე. ხედავ. ჩამეხოდე. ოღონდ არიტიო. მე აქვე შენთან. ომერ ჩემს მერე. არავით არის შენს მერე. მომისმინე. ჩემს მერე შენ ბედნიერებას იპოვი, კარგი? ომერ. კარგი. მითხარი. შენს მერე მე. შენს მერე მე. იპოვი შენს ბედნიერებას. ვიპოვე. კარგი. მივდივართ. მივდივართ საყვარელო. დახუჭე თვალები. დახუჭე. მომიყევი რამე. სამუდამოდ ერთად ვიქნებით. სამუდამოდ. ჩვენ თაფლობის თვე გვაქვს. ცოტა ხნის წინ დავქორწინდით. ახლა ეიშანის და ომერის ქორწილია. ქორწილის შემდეგ ჩვენ მატარებელში ჩავსხედით. შენ საქორწინო კაბა გაცვია, მე სმოკინგი. ბაქანზე ჩემი მშობლები დგანან. ბედნიერები არიან. გვაცილებენ. მატარებელში ყველა ჩვენი მეგობარია. ყველაფერი დავიწყებულია და ჩვენ ისევ ერთად ვართ. ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. ყველა გვილოცავს. ყველა სუხარია, ყველა ცინის. იმიტომ რომ მე შენ წაგიყვანე. დაგიბრუნე. ჩვენ არასოდეს აღარ დავშორდებით. არასოდეს მივატოვებთ ერთმანეთს. აღარასოდეს. ეიშან. 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 ეიშან.
ეშა. პირდები საყვარელო. პირდები. რომ ჩვენ სულ ერთად ვიქნებით. სადაც არ უნდა წახვიდე, მე სულ შენ გვერდით ვიქნები. ჩემო ერთად ერთო. პირდები. პირობას გაზრა. პირდები. სიმართლე მითხარი, გინდა რომ დაგეხმარო შვილო? Maşin, mithari, რა გინდა? Ne yapmak istiyorsun? შურის ძიება. როგორ? მე ყველაფერი წამართვეს. მინდა რომ მეც იგივე გავაკეთო. როგორ? თანდათანობით. მე მათ სუსტ წერტილებს ვიპოვე. მათთან მივალ. მათ ნდობას დავემსახურებ. მოვხიბლავ და შემდეგ კიდევ ერთი შვილო. ოღონდ სიმართლე მითხარი. მართლა მზად ხარ თუ არა ამისთვის? მზად ვარ ძია. მაშინ ღმერთი იყო შენი მფარველი შვილო. გააკეთე შენი საქმე. შურის ძიებას არ შემდგარ მართლმსაჯულებას უწოდებენ. შენ წაართმევ მათ ყველაფერს და დაიბრუნებ იმას, რაც გეკუთვნის. და კიდევ ერთი. აი ეს გამომართვი. კიდზე არ გაიგეთო. არ გაიგეთო. დამპირდი რომ არ გაიგეთებ. რაც არ უნდა დაუცველი და უსუსური იყო პირობა მომეცი რომ არ გაიგეთებ. გესმის შვილო? რატომ? არც მაშინ გაიგეთო, როდესაც ცუდად იქნები. თუ შეკითხვები უპასუხოდ დარჩება, თუ ყველა მიგატოვებს, დამპირდი რომ მაშინაც არ გაიგეთებ. დამპირდი შვილო. გპირდები. შიშის, ტკივილის და იმედგაცრუების დროსაც არ გაიგეთო. არც მაშინ თუ დაუსრულებელი ტკივილისგან განთავისუფლება მოგინდება. გპირდები ძია. მაშინაც კი თუ შენ უამრავი მიზეზი გექნება იმისთვის, რომ თვითმკვლელობით დაასრულო სიცოცხლე, მაშინაც არ გაიგეთო. მაგრამ თუ ერთი შანსი და მიზეზი მაინც გექნება იმისთვის, რომ დაიწყო ახალი ცხოვრება, ერთი მიზეზი მაინც მაშინ გაიგეთე ეს ბეჭედი. მხოლოდ მაშინ გაიგეთე. Devaration. მოვდი ვარ საყვარელო.
ბოლოს და ბოლოს, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდებოდა, ეზელი ფიქრობდა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა და სიყვარული გაიმარჯვებდა. მაგრამ ბედნიერი დასასრული მხოლოდ ზღაპრებშია. ეს ისტორია დიდი ხნის წინათ დასრულდა. ის, რაც ამის შემდეგ მოხდა, საერთოდაც არ ყოფილა. შუქურა დაგეტილია შვილო, ნახველებს არ უშვებენ. მე მნახველი არ ვარ. ვისთან მოხვედი? მამა ჩემის სანახავად. რა გქვია? ვინ ხარ? Adım Can. ჯანი მქვია. Can Uçar. ჯან უჩარი. ახლანდელ ცხოვრებაში ჩვენთან მიცვალებულები არ ლაპარაკობენ. სიყვარული არ არის შურისძიებაზე ძლიერი. მამაცი მეგობრები კი შეცდომებს არ პატიობენ ახლობლებს. ახლანდელ ცხოვრებაში მამები და შვილები ვეღარ შეხვდებიან ერთმანეთს სიკვდილის შემდეგ. ან შეიძლება შეხვდნენ კიდეც. დასასრული